დილამშვიდობისა მოგესალმებით ჩემო ლამაზო მეგობრებო. დღეს ვიწყებთ დილას ასეთი გაჩეჩილი თვით, რადგან ღამე დავეყენე რაღაცა ვიგუძივითო თავზე რომ დამეხუიოს, მაგრამ როგორც ხედავთ, რაღაცა ჩალა მადევს თავს. ვითომ ახლა რაღაცის გაკეთება მინდა მაინც რომ რაღაცა ხვეული მქონდეს, გამოვიყენებ აი ამ ალოეს ჟელს. რომელიც ვიყიდე მაღაზია Action-ში თუ საფრანგეთში ცხოვრობთ Action თუ გერმანიაში Action. ხო და ვითომ ვისმევროთ ცოტათი რაღაცნაირად მივცე ფორმა, მაგრამ რაღაც არ გამომდის როგორც ედათ. მე მგონი რაღაცა გამომივიდა, ცოტათი დავაყენეთ მები. წავედი ახლა სპორტზე მივდივარ. Alejandro, მოვდიოდი სპორტის გასაკეთებლად ისე მციოდა. აი ვიყინებოდი, ეხლა ისე ვარ გახურებული, რომ აი ცეცხლივით ვანთებ და უკვე კარები გამოვდო. აი მირასავ გავარ კიდევ კარგი. ახლა სამსახურში ექიმი არ არის. ეს არის ოპერაციებს აკეთებს და პაციენტები არ გვიყოლება თუ რიგით თავით როგორ დავხვდები პაციენტებს კაცო. წავედი აბა ჩამოახლა საჭმელი. ესეც ჩემი დღევანდელი სალათა. მივდივართ რომ გამოვიყენოთ ტენის. დედა რა სიბნელეა. არა და 6:30 უბრალოდ. ვაიმე გოგო რა გაკეთებს გოგო? არა არცივა ძალიან დღეს თითქოს. თუ რა ვიცი მიგეჩვი. ეხლა შემოვედით სახლში. გამოვიცვალე რაღაცა დამცხავ. არა დაგარიცივა. მინდოდა გამეკეთებინა ტკბილი კარტოფილი დღეს საღამოსთვის, გამებს ქნა და დამეჭრა და ნახეთ. დავიდმა უკვე დააჭრა, შეაზავა და შეინახა მაცივაში, როგორც კი მოვათავსო ღუმელში. მამი რა კარგია. რა კარგია. და ამასთან ერთად მივირთმევთ აი ესეთ სოსისებს, რომლებიც არის ტყველით სავსე და ესე მოცმული აქვს, აი ნახეთ ძეხვი. უნდა არ არის ყველაზე ნაკლებ კალორიანი, მაგრამ ამ საღამოს თან დღეს არის პარასკევი, ხვალ არის შაბათი კვირა და გვეღირსა შაბათი კვირა, ამიტომ გვინდა რამე გემრიელი და არა უშავ ცოტათი ცხიმიანი.
როგორც ფრანგები იტყვიან, plat réconfortant. აი ესე ჩემო საყიდლებზე ვიყავი რამოდენიმე დღის უკან და არ მიჩვენებია და მოდით რადგან უკვე აღარაფერი აღარ მაქვს დასამატებელი ამ ვიდეოსთვის, აქ დაგიმატებთ და ვიდეოს გაგიგრძელებთ. ნახეთ რა შემხვდა, ეს არის ვაშლის და კარამელის მურაბასავით, ძალიან საინტერესოა. პომიდორის პიურე, პამიდორიც მაგასთან ერთად. გემრიელი არ არის პამიდორი ძალიან, მაგრამ სალათას უხდება. სალათა, ბანანი, ლუიზ ბანანზე გიждდება. ძალიან უყვარს ბანანი, ამიტომ ყოველ მაღაზიაში წასვლაზე ბანანს ვყიდულობ. ეს ვიყიდე ძეხვი, ჩვეულებრივი ძეხვია, პური, დაჭრილი პურიც, კარგად ქშველის ხოლმე დილიდან, როცა ბავშვებს უბრალოდ კარაქს წავუსმევთ ან შოკოლადს. ბავშვებისთვის ეს ვაშლის და მარწყვის პიურე, ბულგარული წიწაკა რა თქმა უნდა და სოდა, ხშირად ვყიდულობ სოდას და სულ მაკლია ხოლმე. კვერცხიც ეგრე ძალიან ხშირად ვყიდულობ, მაგრამ სულ მაკლია. და რა თქმა უნდა გაყინული ბოსტნეული ძალიან კარგია და პრაქტიკულია და შემხვდა გაყინული ნიორი, ნახეთ დაჭრილი უკვე ძალიან მაგარია.